მოგესალმებით. როგორც აღნიშნეთ, ჯერჯერობით ვარ მოქმედი თანამშრომელი საქართველოს პარლამენტის კვლევის ცენტრში. რაც შეეხება პროფკავშირების შექმნის იდეას, პრინციპში ეს იყო პასუხი იმ მოვლენებზე და იმ დაანონსებულ რეპრესიებზე, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის კავშირი, ეს არის სოლიდარობაზე დაფუძნებული კავშირი, სადაც საჯარო მოხელეები ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი და დავიცვათ ჩვენი უფლებები იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რომელსაც გვაძლევს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა. კი ბატონო, თქვენთან ერთად პარლამენტის მოქმედი თანამშრომლებიდან რამდენია, ვინც შეუერთდა აი ამ საჯარო პეტიციას? შეგიძლიათ რა დაახლოებით რაოდენობა და ხომ არ ყოფილა რაიმე ტიპის გამოხმაურება, თქვენი ხმა ცუდად მომდის, მაპატიეთ რომ ცოტა. ცუდად ისმის ჩემი ხმა. ეხლა ისმის, კი ბატონო. კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ საერთო ჯამში ჩვენი ინტერინსტიტუციური განცხადება, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა საჯარო უწყება, მათ შორის მუნიციპალიტეტები, დაახლოებით, რომ ვთქვათ, 3000-ზე მეტი ადამიანია, ვინც ღიად აცხადებს თავის, ასე რომ ვთქვათ, პოზიციას, მიმდინარე განცხადებებთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანების მიღმა გაცილებით მეტი არის ის მოხელეები, ის მოსამსახურეები, რომლებიც ასევე იზიარებენ ჩვენს პოზიციას, თუმცა ყველასთვის ცნობილი გარემოებების გამო არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ესე ღიად დააფიქსიროთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით იმ რეპრესიული ქმედებებისა, რაც დაუშვათ დაანონსეს უკვე პრაქტიკაში განახორციელეს თუნდაც გიგა სოფრომაძის განთავისუფლების ფაქტი, რომელიც მოულოდნელად ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ასე უცერემონიოდ გამოუცხადეს, რომ განთავისუფლებულია სამსახურიდან, მაშინ როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, კერძოდ მუშაობს შიშიმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების განვითარებაზე და აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 3000-ზე მეტი ვართ, ვინც ღიად ვაცხავდეთ ამ პოზიციას, გაცილებით მეტი ადამიანია, რომელიც უბრალოდ ვერ ახერხებს იმ უფლების, კონსტიტუციური უფლების გამოხატვის, აზრის გამოხატვის უფლების სარგებლობას და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი შევქმნათ დამცავი მექანიზმები და აი ესეთი ერთიანობით და სოლიდარობით ვუთხრათ ადამიანებს, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გამოხატვის უფლება, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, რეპრესიები იქნება და ფაქტები უკვე დაფიქსირდა, თუმცა ამ რეპრესიებს მივდევთ სამართლებრივად და ყველანაირ სამართლებრივ სივრცეში დავიცავთ ჩვენს უფლებებს. კი ბატონო, მარიამ, საინტერესოა პარლამენტში თავად რაიმე ხომ არ მოხვა თქვენი ან სხვების მხრიდან ხელმოწერას, რაიმე სამსახურში რაღაც ტიპის აი სოფრომაძის მაგალითი ახსენეთ, როგორ იქნა გაგებული და მიღებული ეს თქვენი გადაწყვეტილება? როგორ იქნებოდა გაგებული? მე პირველ რიგში სოფრომაძის მაგალითზე და არა მარტო გიგას ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ დაახლოებით 1 იანვრიდან რაც ჩვენ ვიცით და რაც ჩვენ კიდევ არ ვიცით და დარწმუნებული გაირკვევა, დაახლოებით 60-ზე მეტი თანამშრომელი, ხელშეკრულებით დასამხმებული თანამშრომელი შეიძლება დარჩეს სამსახურის გარეშე. და ეს რიცხვი შეიძლება ხვალ საერთოდ განსხვავებული იყოს. რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან რეაქციებს, მე დღეს არ არის ის დრო, რომ მე ამაზე ვისაუბრო, თუმცა რა თქმა უნდა ველოდებით, იმიტომ რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივად წნეხი, როგორც ფსიქოლოგიური, მორალური, თუმცა ჩვენ არ გავტყდებით, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ განცხადებას ვაფიქსირებდით, ძალიან კარგად ვიცოდით ის შედეგები, რაც შეიძლება მოყოლოდა ამ სისტემაში ჩვენი მხრიდან ხმის ამოღებას და ჩვენი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირებას და ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ვემზადებით კიდევ უფრო მეტად რომ გავძლიერდეთ, მუშაობთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო
პლატფორმებთან იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხმა და ამასთანავე იმ მოხელებს, რომლებიც ამ ჩვენთან ერთად დგანან ამ ფსიქოლოგიური წნეხის წინაშე და ასევე სამსახურიდან განთავისუფლების რისკის წინაშე, შევუქმნათ დამცავი მექანიზმები, მათ შორის თუნდაც მცირე ასე ვთქვათ უსაფრთხო ბალიში, რომელიც დაეხმარება, რომ თუნდაც თუ მოხდა ყველაზე ცუდი შემთხვევა და ეს ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე, სანამ საკუთარ უფლებებს აღიდგენენ, შეძლონ თუნდაც დღევანდელი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით ღირსეულად ცხოვრება. კი ბატონო, მარიამ, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, მარიამ ჩიჩუა, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. დიდი მადლობა თქვენ. კი ბატონო.